როგორ შევწყვიტოთ ნარევი და გადავიდეთ მხოლოდ ძუძუთი კვებაზე. ძუძუთი კვებასთან ერთად ბავშვს ნარევსაც აძლევთ და გსურთ სრულად ძუძუთი კვებაზე გადასვლა? ეს შესაძლებელია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი. შეამოწმეთ, სწორად იდეთ თუ არა ბავშვი ძუძუს პირში. ასე ძუძუ უკეთესად სტიმულირდება და რძის რაოდენობაც გაიზრდება. თუ ბავშვს ბოთრით აჭვერთ, სასურველია ბოთრი კოვზით ან სასმისით ჩაანაცვლოთ. პირველი 3 თვის ბავშვებისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნემსის გარეშე შპრიცი ან პიპეტკა. თუ ბავშვს მხოლოდ ძუძუ ექნება წოვისთვის, ძუძუთი კვების დამყარების შანსი უფრო მაღალი იქნება. მოათავსეთ ბავშვი ძუძუზე, რაც შეიძლება ხშირად. სიხშირე ეს ყველაზე მთავარი ფაქტორია, რომელიც ლაქტაციაზე მოქმედებს. შეგიძლიათ დამატებით გამოიყენოთ რძის გამოცურვა სპეციალური აპარატით, რომ რძის რაოდენობა გაიზარდოს. ნარევის შემცირება მკვეთრად არ შეიძლება და ბავშვის ფშიერი დატოვებას არ შეიძლება. შეამცირეთ მისი მოცულობა ეტაპობრივად, ბავშვის წონის მატებაზე დაკვირვებით. საკმარისი კვების შემთხვევაში ბავშვი დღეში 20-დან 30 გრამამდე იმაგებს. თუ წონის მაკება იზრდება, ეს ნიშნავს, რომ რძე გაგეზარდათ და ნარევის რაოდენობის შემცირება 10-დან 20%-მდე შეგიძლიათ. ბავშვის აწონვა 3 დღეში ერთ ხელზე ხშირად არ ვირს. და ნამდვილად არ გამოიყენოთ საკონტროლო აწონვა ძუძუს მიცემამდე და შემდეგ. ეს არ არის ინფორმაციული. გამაკებითი ნარევი უმჯობესია მისცეთ მცირე ულუფებით, აუცილებლად ძუძუს მიცემის შემდეგ. გაჯერეთ წარმატებაში. არ იჩქაროთ არც თქვენ და არც ბავშვი. უკეთესია იმოქმედოთ პრინციპით 2 ნაბიჯი წინ, 1 უკან. ამ პროცესს დრო დასჭირდება, მაგრამ იყავით დარწმუნებული, აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი.